მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ყოფილიყო სკოლაში წასვლის ვალდებულება. სოციალიზაციის სივრცეს მოუძებნიდით. ყველა მაყურებელმა შეუძლია თავის თავს კითხოს. ბოლოს მას ვინ კითხა და როდის კითხეს გულახდილად მას რა მოეწონებოდა. კომპიუტერს კი არ წავართმევდი, არამედ წავიდოდი, შევისწავლიდი, რომელი თამაშები ატარებს თავის თავში ღირებულებას, იმ თამაშებს უყიდდი და იმასთან ერთად ვითამაშებდი, ჯერ მეც გავერთობოდი. განებე ტელეფონს თავი და წიგნი წაიკითხეს კი არ ვიზავ, არამედ შენ გონებას რამე თუ მოეწონება, იმისკენ წავა. მოგესალმებით, ეს არის Virtual Stories პოდკასტი. Virtual Story არის ქართული სტარტაპი, რომელიც ქმნის ციფრულ ინტერაქტიულ წიგნებს ბავშვებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ ხალისის სწავლას, კრეატიულობის და კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ასევე ეხმარებით ახალბედამწერლებს თავიანთი ნაწარმოებების პუბლიკაციაში. და ჩვენი პირველი გადაცემის პირველი სტუმარია ანტრეპრენერი, რეჟისორი, ნებისწერის და სარკე სტუდიოს დამფუძნებელი ლევან ბახია. გამარჯობა, მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა რომ მომიწვიეთ. მეც მაინტერესებს. საინტერესოა თქვენი სტარტაპი რა. ხო, სანამ დავიწყებთ საუბარს, მინდა რომ გადმოგცეთ საჩუქარი როგორც ჩვენ პირველ სტუმარს. ხო. ეს არის ჩვენი უახლესი პროექტი. ეს არის პინგვინი. პინგვინი. თუ იცით ამ პინგვინის ისტორია? არა. ეს არის დოკუმენტური ფილმი, საკმაოდ ძველი, თუმცა ბოლო დროს ინტერნეტ სივრცეში ძალიან პოპულარული გახდა. მოკლედ პინგვინები ზოგადად სუჯგუფებად ცხოვრობენ და ასე ცდილობენ გადარჩენას. ამ დოკუმენტურ ფილმში გამოიკვეთა ეს ერთი პინგვინი, რომელიც რატომღაც ჩამოშორდა თავის ჯგუფს და წავიდა სრულიად საპირისპირო მიმართულებით მთებში, სადაც წესით არაფერი არ არის და ვერავინ ვერ ამოხსნა რატომ. და შემდეგ რეალური დოკუმენტური ფილმია, არავინ არ იცის რატომ მოიქცა ესე და ასე ინტერნეტ სივრცეში მე ეს ედიტები გავრცელდა, რომ რაღაც უფრო ფილოსოფიური ახსნები მოუძებნეს, რომ რაღაც უფრო წინდა წახვიდე, უნდა გაერიდო ბრბოს და ასე შემდეგ. აჰა, გასაგებია. ჩაფიქრებული პინგვინი გამოვიდა. ასე თქვა, რაღაც სიმბოლო იქცა რაღაც ეს ფილოსოფიურ მიდგომად და ბრბოსგან გამოყოფის? კი, აი ჩვენ გამოვკითხეთ ხალხი და ყველას რაღაც სხვადასხვა ვერსია ქონდა, რატომ მოიქცა პინგვინი ასე იქნებ რაღაც ეძებდა ეკანელოდა. თუმცა ამოუხსნელია თვითონ ამ დოკუმენტურ ფილმშიც ასე but why ასე ეწერება და ძალიან ასე ვთქვათ ინსპირაცია ვიღეთ ამისგან და ვაკეთებთ ახალ თამაშს და კომიქსს, რომელიც უმალე დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. ასევე მინდა განვაგრძელოთ ჩვენი კომიქსები, რომელიც არის ზღაპრებზე დაფუძნებული. თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი კომიქსები, მათ მოყვება ციფრული ვერსია, სადაც გარდა იმისა, რომ შეგიძლია წაიკითხო, მოусმინო და ლამაზი ანიმაციები იხილო, მინი თამაშებიც ითამაშო, ასევე შეგიძლია შეცვალო ისტორია, იყოს სხვადასხვა პერსონაჟი და აი ამ პერსონაჟის ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი, იმის მიხედვით ნახო რა შედეგი მოყვებოდა ამას. როგორ აპლიკაციით? აპლიკაციით ჩვეულებრივად QR-ს ასკანერებ და გადაყავხარ ამ წიგნის მიხედვით თამაშზე უნდა წაიკითხო ჯერ წიგნი, რომ ითამაშო ეს თამაში და ჩვენი სტარტაპის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ კითხვა და კრეატიულობა უფრო წავახალისოთ ბავშვებში. ხო, ანუ კითხვის ახალი ფორმა შეთავაზეთ, ასე ვთქვათ, ბავშვებს, რომ ცოტა უფრო გაერთნონ თანამედროვე დროში. ძალიან კაი, სამი გოჭი ეგერ. სამი გოჭი ძალიან. შემიძლია სხვადასხვა პერსპექტივიდან ვითამაშო, ხო? შეგიძლია მგელიც იყო, რაც საკმაოდ. გელიც იყო? კი, შეგიძლია მგელი გააკეთილშობილო. და როგორ ხდება? ახლა რო არ ჩავრთვა ამ წამს, როგორ ხდება? ანუ რაც თამაშის ფორმატია, მაგრამ ანუ მართავ ამ გელს პირდაპირ გაგებით. ანუ ამოგდის არჩევნის საშუალება, ასე მოიქცეოდი თუ ისე მოიქცეოდი და ამ არჩევანს მოყვება თავის შედეგები. ასე რომ ბევრნაირად შეგიძლია წარმართო ეს. მოკლედ ახალისებ. გამოიყენეთ, ვითამაშეთ. ბავშვებს უყიდეთ, ალბათ საინტერესო იქნება. მოსინჯო მაგრამ საინტერესო არის. სტარტაპები ზოგადად, მოკლედ ადამიანები როცა რაღაც ინოვატორ რამეს აკეთებენ, მომწონს და თუ რამე შემიძლია ხელი შეგიწყოთ, აგერა ვარ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ. მადლობა მოკლედ საჩუქრებისთვის. ხო, აი ეს სტარტაპის ინსპირაციაც ეს იყო სწორედ, რომ ან ძალიან ხშირად გვესმის და აშკარა პრობლემა უკვე, რომ ძალიან
მიჯაჭვულები არიან ბავშვები გაჯეტებს. კი, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური განვითარება ძალიან კარგი რაღაცაა, მაგრამ ასე ვთქვათ, გამოიკვეთა მეორე მხარეც, რომ იმდენად უკვე ხელმისაწვდომი და მარტივია სხვა დავალებების კეთება, თუნდაც ხელოვნური ინტელექტით, რომ ეს წერა, კითხვა და ზედმეტი შრომა თითქოს უკვე რაღაც აღარ არის ესე მიმზიდველი და ჩვენ რაღაც შუალედის გამონახვას ვცდილობთ. აი ამ საკითხთან დაკავშირებით აი ეს ხელოვნური ინტელექტი კი ძალიან აუცილებელია და ასე ვთქვათ, ყველამ უნდა ისწავლოს, მაგრამ აი ძალიან ხშირად განსაკუთრებით დასავლეთის სკოლებში არის ეგეთი პრობლემა უკვე, რომ ChatGPT-ს აკეთებინებენ საშინაო დავალებებს და ეს როგორც ვიცი, კვლევის მიხედვით Gen Z და Gen Alpha არის პირველი თაობა, რომელიც IQ-ც დაეცა, ასე ვთქვათ. მართლა არ შემისწავლე ეგეთი კვლევები თუ არსებობს, მაგრამ ხო, ნუ რაღაც ზეგავლენა ექნება ყველა ვარიანტში. არ ვიცი, რამდენად დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც უარყოფითი იქნება ეს ჯამურად. ეგ ხო ძნელი სპეკულატიურია, არა? იმიტომ რომ ორი მხარე არ გვინახავს ყოველ შემთხვევაში. ეგრე დარწმუნებული ვარ, რა ვიცი, სიტყვაზე ტელევიზორი როცა იყო, ან თვითონ ინტერნეტიც როცა გაჩნდა, ხო? ანუ რაღაცა კრიტიკა იქაც მოყვებოდა რა. ყველა ეპოქას თავისი კრიტიკა მოყვება რა. წიგნიც მსგავსი რაღაც იყო ადრე, იმიტომ რომ რაღაც ხო, ალბათ თვითონ წიგნიც ესეთი რა. რა დროს წიგნის კითხვა რაღაც წადი ყანაში რაღაც. ეგეც და თან ახლა წიგნს თუ წაიკითხა, უკვე აღარ გჭირდება დამახსოვრება და ეგ უკვე რაღაც ინტელექტის და ანუ ყოველთვის გავდივარ. ეგეც იყო, ხო. წიგნში თუ წერია, მაშინ შენი ძე პირად რატო უნდა იცოდე? ხო, მოკლედ ეგრე არის, ალბათ ეგრე არის. ეგ განვიხილოთ? თუ რაზე გინდა? თქვენ AI სპეციალისტიც ხართ და აი თქვათ როგორ ხედავთ მის მომავალს შემოქმედებაში, ხელოვნებაში, იმიტომ რომ აქაც ორი მხარე არის, თქვათ ტექნოლოგიური განვითარების. განვითარება და ხელოვნება როგორ შეიძლება რომ აი ეს რაღაც კონფლიქტები რაც არის დღეს რომ AI აკეთებს ყველაფერს და ფილმებს, ნახატებს ასე შემდეგ, რა გავლენა აქვს თქვათ ეს ხელოვნებაზე და განათლებაზე და ანუ იცი ეგეთ რამეზე დაფიქრდი აბა სიტყვაზე. შეიძლება ძალიან შორი მეტაფორა გამომივიდეს რა, მაგრამ რაღაცნაირად მივალთ მაგამდე. აი დაფიქრდი ბაბუაწვერა. ბაბუაწვერა როგორ გადაადგილდება. ანუ ბაბუაწვერა გადაადგილდება დაუბეროს ან სცენარი რაღაც, რომელსაც ქარი დაუბერავს რა, ღეროიანი მოწყდება და მოძრაობს რა. მაგრამ არც ფრთები აქვს, არც ენერგიის დახარჯვა ჭირდება, არც ადაპტირებულია ის თავის რაღაცნაირ რეალობაზე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ ჭირდება ენერგიის ჩიც ჭირდება ფრთები, სიტყვა. შენ ფეხი თუ ენერგია დახარჯვა, ხო, მანქანაც ყავს, მაგრამ როგორი მომენტი არის, იცი? ჩემი აზრით რეალობასთან ეგრე ჭიდაობას არანაირი აზრი არ აქვს. რა უნდა ვქნათ? ტექნოლოგია მოდის. ანუ ეს ფაქტია, ჩემი აზრით ის მასწავლებლები, რომლებიც ამ დროს გონებას ვერ ხსნიან და სკოლაში შეიძლება მოსწავლეს აუკრძალოს, რომ აი შენ ხელოვნური პირიქით ეს მასწავლებელი უნდა ხვდებოდეს, რომ მეც ერწამთ ეს ხელოვნური ინტელექტი არსად არ წავა. ნუ თუ ხელოვნურ ინტელექტზე ვილაპარაკებთ, მაგალითად დღეს, რაც ყველაზე აქტუალურია, ხო? არსად არ წავა და ხომ არ იქნება უფრო ჭკვიანური, რომ პირიქით შენს მოსწავლეს ასწავლო, როგორ იაზრონოს ხელოვნურ ინტელექტთან ერთად, ვიდრე აუკრძალოს საერთოდ აზროვნება, ან ის რაც წარმოიდგინე რაღაც ინსტრუმენტი გვაქვს რა და ეს ბაბუაწერის მაგალითი და ქარი, იმიტომ მოვიტანა ეს ქარი არის კიდევაც პროგრესი ტექნოლოგიური, რომელიც არის ეხა მაგის გამჩერებელი, მაინც არავინ არ არის, ერთადერთი რამე კატაკლიზმები თუ მოხდა და ჩამოინგრა სამყარო და ან რამე უბედური ომი თუ მოხდა და უბრალოდ ისევ პირველ ყოფილ მდგომარეობაში თუ დავიბრუნეთ თავი, ან ჩვენით, ან კატაკლიზმების მეშვეობით, თუ არა და ამას რა გააჩერებს, ან რატო უნდა გაჩერდეს. და მაგარი უტვინო არის ის ადამიანი, ვინც ამას ეწინააღმდეგება.
აი, როდესაც თქვენ ამას იგონებთ, ეს არის ალბათ სწორი. ეხლა მე არ დავიწყებ თვითონ, მე ხო არ მინახავს პროდუქტის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რას აკეთებ? შენ ხი მე ხე კი არ ავდგები და კი არ ვაიძულებ, რომ განებე ტელეფონს თავი და წიგნი წაიკითხეს, კი არ ვიზავ, არამედ მოვიგონებ გზას, როგორ იმას რაც აინტერესებს, იმას საითკენაც აქვს გული ეხა წასული, იქ მე რაც მიმაჩნია ძვირფასად და მნიშვნელოვნად, როგორ შევიტანო, მაგალითად ასეთი ფორმით. ეს შეიძლება ყველაზე საუკეთესო გზა არის ან არ არის. შეიძლება ხვალ რომელიღაცა სხვა სტარტაპი თქვენი კონკურენტი რაღაც ისეთი იდეით გამოვიდეს, რომელიც კიდევ უფრო სხვანაირად გადაატრიალებს და შეიძლება რაღაც მომენტში იმ დასკვნამდეც ისე არ გამომიდეს. იმ დასკვნამდეც მივიდეთ, თორშოთ 10 წელიწადში, რომ ეს საერთოდ საჭირო არ არის. და საერთოდ სხვანაირი ფორმა გვაქვს. ადაპტირება გვჭირდება. იმიტომ რომ თან არის ადაპტირება გვჭირდება რა ტექნოლოგიაც ხო ჩვენ შევქმენით. და რავი, ანუ რატო არ უნდა გამოიყენოს ბავშვმა თუნდაც იგივეა რომ კალკულატორი არ გამოიყენო, ჩემ დროს იყო ეს. კალკულატორი რატო არ უნდა გამოიყენო? იმიტომ რომ გამრავლების ტაბულა დაგავიწყდება და რაღაც 328 485-ზე ტვინში ვერ გამრავლდება. რავი, ეხლა ძალიან თუ დავიძაბები, ეხლა გავამრავლებ. მაგრამ რავი, რატო დავიძაბო რა ვაფშე? რა გინდა ჩემგან რა ამ დროს? რატო რას მერჩი? ეს შენი ჩაკეტილი ძველი აზროვნება არის თორე მე ჯენზი ვარ, მე არა ვარ, მაგრამ იმ ბავშვის სახელით რო თქვა, არ ვიცი, ეხლა ვინც იბადება ის ჯენ ვინ არის? ჯენ ალფა ან ბეტა რა. ჯენ ალფა რა სიტყვას. ეხლა რო მე რო დავიბადე, ChatGPT მელაპარაკებოდა იტყვის ჯენ ალფა. და მე ჭკუა უნდა მასწავლოს ვიღაცამ, ვინც ტელევიზორს ან მოესწრო ან არა. იმიტომ რომ ის არის დღეს რაღაც კანონმდებელი თუ სტანდარტების დამყენებელი. აი რა თუ ძმა ხარ რა. მე ჯენ ალფა რაცა ვარ რა. მე დავიბადე ხელში ტელეფონით, რომელშიც შიგნით იყო რაღაცა სტრუქტურა, რომელიც მელაპარაკებოდა და რასაც ვკითხავდი, პასუხობდა. და მე ეგრე ვისწავლე აზროვნება. და შენ რას აკეთებ? მოდიხარ და მეუბნები ეგრე არიაზროვნო და რა ვქნა ჩამორჩე? ხო, პრობლემა რა არის, იცი? ზოგადად ჩემი აზრით პრობლემა იმაშია, რომ აზროვნება კი არ უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ეგ პრობლემა იქნებოდა, არ უნდა დავდებილდეთ, ასე ვთქვათ რა. მაგრამ ეს ძველი თაობის და უბრალოდ ძველ თაობაზე არ არის, ასაგზეც არ არის, კონსერვატიული, ჩაკეტილი, შეკუმშული მენტალიტეტის ადამიანების შიშებია, რომ თითქოს აზროვნება, თუნდაც ხელოვნურ ინტელექტთან ერთად არ არის შესაძლებელი. და მე რა ხდება, ნახე, ჰიბრიდული სიტუაცია გამოდის, რომ უკძალავ იმის ნაცვლად, რომ მოკლედ უთხრა, რომ მოდი ერთი წამით ესე იაზროვნე. ხელოვნური ინტელექტს კი არ ბოლომდე კი არ მიენდო. არამედ შენ უნდა იყო, მაგალითად მე ბავშვს ვეტყოდი, აი თუ ვინმე უყურებს, რომელი ასაკისაც არ უნდა იყოს, ბავშვს და დიდსაც ვეტყოდი, ხო? მან უნდა გაიაზროს, რომ ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია რამე იცოდეს. ანუ ის რომ თვითონ იქ რაღაცა სტრუქტურა, რომელსაც წვდომა აქვს ინფორმაციასთან, უსასრულო რაოდენობის ინფორმაციასთან, შეიძლება, უსასრულო არა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაციასთან აქვს მომენტალური წვდომა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ცოდნა ამ ცოდნის. ხო, იქ უნდა გავიაზროს, რომ ეს არის რთული, ანუ ხელსაწყო. ხო, მცოდნელი მე ვარ და შენ ხარ და ის ბავშვი არის მცოდნელი. მაინც რა მნიშვნელობა აქვს წიგნი იქნება ცოდნის წყარო თუ რაღაც სისტემა, რომელსაც რო კითხავ, გიპასუხებს ზუსტად ისეთი ფორმით. ცნობის მოყვარეობა წავახალისოთ ზოგადად. ცოდნა წავახალისოთ, აზროვნების აქტი წავახალისოთ, ლოგიკა წავახალისოთ. და რამენაირად მე ის ბავშვი თვითონ მოძებნის გზას, ეგ რაც წახალისდა მასში, ანუ ცოდნა, აზროვნება, ლოგიკა, მსჯელობა,
აზრის დატანება, ესენი როცა მასში გავაღვივეთ, ის მოძებნის გზას ეს როგორ ქნას ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. თუ რა ეტაპზე რა ტექნოლოგიაც იქნება. ესეთი რაღაცით შეგვიძლია ხელი შეუწყოთ. პირიქით მოვიგონოთ, როგორ გავაკეთოთ ისე რომ ეხლა თქვენ თუ ეს ეხლა დაწერილი სცენარები არის იქ რაც თამაში არის უკვე ალბათ დრო რო გავა თქვენ თვითონვე ამას გადააქცევთ რაღაც ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებით. სხვანაირად ალბათ აღარ ხო და ასე რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. და რავი მოკლედ ძალიან კაია რა. ეს უბრალოდ ხა ჩვენც გვინდა რომ ხელი შეუწყოთ ისეთ რაღაცები რაც აი წიგს ფიზიკურად არ შეუძლია რომ შენ პერსონაჟი განიცადო და იყო და ასევე ანუ ხელოვნური ინტელექტის დამატებით მალე გვექნება რომ საერთოდ შენი ვერსია მოიფიქრო და ანუ განიცადო ეს ვერსია. მაგრამ გინდა ერთ რაღაცას დააკვირდი? ოღონდ პირდაპირ რომ წიგნის საწინააღმდეგოს არაფერს არ ვამბობ. მაგრამ თუ აკვირდები თქვენსავე მსჯელობაში და თქვენსავე თუნდაც ბიზნეს მოდელში მაინც წიგნის რომანტიზება გაქვთ გაკეთებული. ანუ მაინც შეკუმშული პოზიციიდან იწყებ, რომ ჯერ მაინც წიგნია. და ეხლა ფიქრობ, რამენაირად წიგნი ძალით როგორ წავაკითხო, თუნდაც თამაშის მეშვეობით ბავშვს. და პრინციპში წიგნი კი არ არის, რეალურად რო ვთქვათ, ამაში არის ამბავი. მე ამ ამბავში შიგნით არის მორალი. და გაკვეთილები, რომელიც შეგიძლია ამ ამბის შემდეგ გამოიტანო. ღირებულება აქვს ფურცლებს არა. ხო, ღირებულება აქვს შინაარს. მაგრამ ნახე მაინც როგორი მსჯელობაა თუნდაც ეხლა ნებისმიერ ადგილას არის რომ აი ჩვენ მოვიგონეთ მაგარი გზა როგორ წავაკითხოთ ბავშვს წიგნები ისე ვიხდი ახლავთ უფრო რაღაც კრიტიკად ხო ხიდს აკეთებ მაგრამ მაინც ძველ რაღაცასთან ზუსტად მაგიტო კითხე ამ თემაზე იმიტომ რომ ჯერ არის ეგ წინააღმდეგობა რომ აი უკვე შიშები არის მარტო მე პირადად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ თამაშები ძალიან მიყვარს და ბავშვობიდან თამაშობდა, სულ იყო ეს რომ თამაში დროის კარგვაა და ამ შემდეგ რასაც რასამა არსებობს კომპიუტერული თამაშები, ისეთი შიგნით, ისეთი ფილოსოფიებია, რომ შენ კი, ანუ ჩვენი თავარი პროდუქტი ციფრულია, თუმცა ეს არის ასე ვთქვათ პრომო. არა, ხო და ნახე რას გეუბნები, მისმინეთ, ნახე რას გეუბნები. შენზეც, ანუ თქვენ ახალგაზრდებზე, რომელიც ამ სტარტაპს იწყებთ, ხო? აქაც კი კულტურას რამხელა ზეგავლენა აქვს, რომ თითქოს ამაში, აი თითქოს ფურცელში არის რამე ღირებულება და რა თქმა უნდა ხე ეს ძნელი გადასატეხია. სწორს აკეთებთ. მეც თქვენს ადგილას რო ვიყო, მაინც, იმიტომ რომ შობელი აზრონებს ეგრე, მე მინდა ჩემ შვილს წავაკითხო წიგნი. შენეუნები, შენ თუ გინდა შენ შვილს წააკითხო წიგნი. აი გზა როგორ წააკითხო წიგნი, ესე უფრო სახალისოა და ქმნი ამას. ამას იმიტომ ქმნი, რომ შობლის დაკვეთაა წიგნის წაკითხვა. მაგრამ შობელი არის არ ვიწყენს ალბათ შობელი ვაკრიტიკებ გაჩნია მშობელს რა თქმა უნდა ის შობელი არის ნუ არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო რომ უხეშად არ გამომიტეს და ამიტომ არ ვიხმარ ის შობელი არის ჩავსვათ რაც გვინდა იქ რომელიც ვერ ხვდება იმდენად იმდენად არაზრონებს თვითონ შვილს ეუბნება რომ იაზროვნეო და თვითონ არაზრონებს იმდენად რომ გაიაზროს აქ მთავარი რა არის აქ მთავარი არის ამბავი აქ მთავარი არის შინაარსი რომელიც შინაარსი ამბის შინაარსი კი არის ამბავი ფორმაა მე რო შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი იმას ამბის ფორმით როცა გიყვები უბრალოდ ადვილი მისაღები არის აქ მთავარი სათქმელია რა თქმა უნდა მაგრამ დედამ არ იცის დედას გონია რომ გინდა თუ არა წიგნი უნდა წააკითხოს და იქნებ რა ვიცი ხელოვნური ინტელექტი ეუბნება იმ სათქმელს როგორ იცი ეხლა რომ შეხვიდე და უთხრა ხელოვნური ინტელექტს ჩემ შვილს მინდა ესა და ეს შევაგნებინო და მას უყვარს არ ვიცი ესა და ეს მანქანები უყვარს და მანქანების მეტაფორით მომიყევი პატარა ახალი ამბავი დამიწერე თუნდაც და იმ ამბავს წაუკითხავ ამაღამ ზღაპრად რა და მე ვიცი ოღონდ რაც მე მინდა ვიღაცის დაწერილი კი არა მე ვიცი რა მინდა ჩემ შვილს უთხრა მაგრამ ეს შობელიც იძახის რომ კი ვარა მე რო არ ვიცი მოდი ვიღაცა მეზღაპრემ რაც მოიგონა იმას წაუკითხავ იმიტომ რომ მე ვინა ვარ მე ვიღაცამ წერა და ეს შობელი სიტყვაზე იძახის რომ ჩემო შვილმა აზროვნება უნდა ისწავლოსო ხელოვნური ინტელექტი დაღუპავსო მასო და ტექნოლოგია დაღუპავს და თვითონ არის დაღუპული
თვითონ არ იცის აზროვნება. ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს ეს აზროვნება, იმიტომ რომ თუ აზროვნებას ისწავლიდა, მასწავლებელი, რომელიც სკოლაში შვილს მოსწავლეს ეჭხუბება ან გააკრიტიკებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, მაგას აჯობებდა მასწავლებელი, აი შენ რომელ მასწავლებელთან გაუშვებდი სიტყვაზე. მაგას აჯობებდა მასწავლებელი, რომელიც წაახალისებდა და ოღონდ ეტყოდა, კი ბატონო ბავშვებო, მოდი ხელოვნური ინტელექტით გავაკეთოთ დღევანდელი საშინაო დავალება, ოღონდ და ლადარ copy paste. ხო, არ დავაკოპიროთ. სწორი კითხვები და წერა გეზარება, კაი, იმან დაწეროს, მაგრამ აზროვნებით შენი აზროვნე რა უნდა და მოდი და გახსნას უცებ ლეპტოპი და მაგალითები მისცეს. მე რო განახო ჩემი სიტყვაზე ხელოვნური ინტელექტთან ურთიერთობა, ხანდახან შეიძლება საათობით ძალიან საინტერესო ესი პროცესი იყოს და მე იმას ბავშვს გაუზიარებდი, მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვეტყოდი რომ ნახე რა მაგარი გასართობია ხელოვნური ინტელექტი, როდესაც შენ გინდა რაღაცა გამოიძიო, მაგრამ ვეტყოდი რომ შენ თუ არაფრის გამოძიება არ გინდა და ჩემთან დავალება მოგაქვს უბრალოდ დაკოპირებული, ეს არის შვილო პრობლემა, ეს არის მოსწავლე პრობლემა, ვეტყოდი და არა ის რომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებ და მე ვეტყოდი რატო არ გაინტერესებს და ვეცდებოდი რომ დავუშვათ ფიზიკის მასწავლებელი თუ არ ვეტყოდი რომ ნახე რა საოცარია სამყარო და ცნობის მოყვარეობას გაუღვივებდი სამყაროსადმი თუ ფიზიკის მასწავლებელი ვარ იმაში როგორც კი ცნობის მოყვარეობა გაღვივდება და მე ვეტყოდი აი მე დღეს ლექციაზე რა ვიცი პირობითად ნიუტონის კანონებზე რაც მოგიყევით ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც დღეს თუ წახვალთ. ყველანი ერთად შეძლებთ, თუ ყველანი ცალ-ცალკე შეძლებთ თქვენ ხელოვნურ ინტელექტს, უფრო მეტი კითხოთ ნიუტონის კანონებზე. აი მე იმპულსი მოგეცით და მე გაკვეთილზე აღვაფრთოვანებდი ბავშვებს, რომ ისინი წასულიყვნენ და თავიანთი ცნობის მოყვარეობა მე ხელოვნურ ინტელექტთან ერთად დაეკმაყოფილებინათ. ეს იქნებოდა და აბა ის რა არის, რომ რა სიზავ ვერ გავიგე რა გაუთიშავ ხელოვნურ ინტელექტს თუ რა სიზავ? თან ანუ მეც მახსოვს რომ ქიმია ფიზიკას რო სწავლობდით არც ლაბორატორიის საშუალება იყო არაფერი და სულ მაინტერესებდა როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ ვერ ანუ მარტო თეორიაზე ვიყავ ის და ეს მარტო თეორია ქიმია და ფიზიკაში ანუ მართლა ძალიან მოსწყენია და აი ხელოვნური ინტელექტის სიტყვაზე შეუძლია აჩვენოს ან დააგენერიროს და კიდე რა მომენტი არის იცი ანუ მე როცა მასწავლებელი ვარ ის მე რაღაცა ფორმულები დაიმახსოვრება და მე მოსწავლეს არ მინდება ეს ფორმულების დამახსოვრება, მაგრამ რაღაცის მოკლედ რაღაცისადმი ცნობის მოყვარეობა თუ გამიღვივე მე გინ პატარა ვიყო, გინ დიდი ვიყო, არა აქვს მნიშვნელობა, წავალ და გამოვერკვევი. და ამ გამორკვევაში მე ადრე წავიდოდი ბიბლიოთეკაში. საჯარო ბიბლიოთეკაში და მოვძებნიდი წიგნს რომელიღაცა თაროზე გადავშლიდი გვერდზე და იქ უნდა წამეკითხა. და დღეს უბრალოდ კომპიუტერს ვკითხავ და სწრაფად მიპასუხებს. ეხლა გამომრკვეველი ხო მაინც მე ვარ. რა მნიშვნელობა აქვს? რა მუღამი მაინდა-მაინც ის არის რომ ბიბლიოთეკაში წავიდე? როგორ შეიძლება ესეთი უტვინობა რა? ანუ იმ თაობის მიერ რომელიც ეხლა ბავშვებს უდგება და ეშინია რომ ისინი აზროვნებას დაკარგავენ. იგივე იქნებოდა რომ გეთქვა რომ მართლა ბიბლიოთეკაში არ წახვიდე. რატო არ წავიდე ბიბლიოთეკაში? იმიტომ რომ იქ წიგნია, შენ თუ წიგნში ამოიკითხე, მაგრამ თუ მე ცნობის მოყვარეობა არ მექნებოდა, მე ბიბლიოთეკაში ვერ წამიყვანდი. და თუ მექნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს ბიბლიოთეკაში წავიდოდი თუ სად ინტერნეტში თუ დღეს უკვე ხელოვნურ ინტელექტს ვკითხავდი. ან რაღაც ხალისი და გართობა უნდა ახდეს ამ ყველაფერს, რომ უფრო ანუ რაც უფრო ხალისით აკეთებ, უფრო მეტად იმახსოვრებ და თან ანუ მარტო ტესტებისთვის და გამოცდებისთვის რო არ სწავლობ და მართლა გაინტერესებს. და ხო ტექნოლოგია მეგონი ყველაზე კარგი საშუალებაა დღეს ამის რომ ან თუნდაც ვიზუალიზაცია მოახდინო ძალიან სწრაფად ყველაფრის, მით უმეტესად ლაბორატორიები და მსგავსი რაღაცებით არ არის აღჭურვილი სკოლები, რაც უმეტესად არ არის ხო დღესაც?
თან ან ყველაც დას ვერ ჩაატარებ თან ახლა რაღაც კოსმოსში რა როგორ მოქმედებს საერთოდ არის ჩემთვის აი ხა ქიმიის კაბინეტში შევარდნა და გატეხო რა ყოლბების გატეხო ეგ ოტელი ამცან რა ხანამ თემაზე ვარ როგორი მოსწავლე იყავი სკოლაში და როგორი ბავშვი იყავი რავი ესე კარგი არა პირიქით არა უბრალოდ ის ვთქვი რომ მეტი ქიმიის კაბინეტში არაფერი არ ხდებოდა თქო ექსპერიმენტი არ ტარდებოდა არა მე ბეჯითი მოსწავლე კი უბრალოდ როგორ იცი მე ხუთიანებზე ვსწავლობდი ანუ ყველა მასწავლებლისთვის ისეთ ის ვიყავი რა ანუ ხო იცი სამაგალითო სანიმუშო მოსწავლე ვიყავი ოღონდ რაღაც მომენტებში კი არა და ეხა არ მინდა რომ ცუდი მაგალითი მივცე ბავშვებს რა მაგრამ სინამდვილეში მანდაც რეპუტაცია როგორ მოქმედებს რა უცნაურია ეხა просто დავფიქრდი რომ რა უცნაურია სიტყვაზე რაღაცა მე-7 მე-8 კლასამდე სიტყვაზე საკმარისი იყო რომ კარგად მესწავლა რეპუტაცია მქონდა და მე შემელა არ მესწავლა და მაინც კაი ნიშნები მეწერებოდა რა წარმოვიდგინე ამ ჩაკეტილობაში იყვნენ ნუ უბრალოდ ალბათ რაღაცნაირად აზროვნება თუ ცნობის მოყარეობა თუ რაღაცა მქონდა აი ეხლა როგორც საუბრობ ეს ალბათ ბავშვობიდან მქონდა ეს ეხლა როგორც ლაპარაკობ ეგრე ვილაპარაკებდი მასწავლებელთანაც და რაცა მაგრამ თვითონ ბეჯითი მოსწავლე არ ყოფილა რა აი ადვილად გამომდიოდა რომ ყოფილიყავი წარჩინებული ასე ვთქვათ იცოდი გზები რომ ანუ ხო მაგრამ გზა მარტივი იყო პირველი შთაბეჭდილება სანამ ცოტა ამასალა კარგად სწავლობ იღებ კარგ ნიშნებს და შემდეგ შეგიძლია რაღაც უფრო დაცულად იყო კი მე შემდეგ როგორ არიცი სიტყვაზე უკვე როგორი პონტი არიცი დავიშვა თვითონ ეხ ეს ერთადერთი რაც არ მომწონს იმიტომ შეიძლება ვიღაცა ბავშვმა მოისმინოს და თქვას მეც ესე ვიზავ იმიტომ რომ ვერ გაიგებს რა თუცა ქნას რა ვიცი ეგეც დიდი ამბავი რა მომენტი იყო რომ მასწავლებელიც ფიქრობდა რომ თავის საუკეთესო მოსწავლე ხო არ გააფუჭებდა ხო ან მე თან რა იცი დავიშვათ სიტყვაზე აი მაგალითად მე ქიმია არ მიყვარდა ანუ არ მიყვარდა შეიძლება მასწავლებლის ბრალი იყო რომ ანუ არა ვაფშე არ ვიცოდი ქიმია მაგრამ დარც საერთოდ არ მისწავლე და ვერც გებულობდი აი ამ ქიმიის რაღაც მეებს ვერ გებულობდი რა ხო და ეხლა წარმოვიდგინე დანარჩენი დავიც 14 საგნის მასწავლებელი იმ ქიმიის მასწავლებელზე წნეხით იყო რა რომ რასაკეთებ ეხლა ხო ანუ აიძულებდა იმასაც რომ და ეუბნებოდა რომ არ აინტერესებს ამ ბავშვს ქიმია და ეხლა მაგის გამო ნიშანს ნუ გაუფუჭებ ვაფშე ნიშანი რა არის სასაცილო საერთოდ სკოლა სასაცილო ეხა მე რომ მიმიშვა და მალაპარაკო შენ ნახავ რომ მე ვიტყვი რომ სკოლა არის შობელს ვკითხავდი საერთოდ სად უშვებ ბავშვს ოდესმე დაფიქრებულ ხარ ყოველ დილას აღვიძებ და სადაც უშვებ ბავშვს სად უშვებ საშინელება არის არა აქვს უშობა ძვირიანი სკოლა თუ საჯარო თუ იაფიანი თუ ნებისმიერი სკოლა სადაც დღეს შენ ბავშვს უშვებ რომელი სკოლაც სახელმწიფოს დარეგულირებული პრინციპებით არის გაკეთებული და სხვანაირი სკოლა არ არსებობს შესაბამისად არ არსებობს სკოლა რომელიც კონკურენტ უნარიან გარემოში ბუნებრივად გამოიძერწა როგორც დაურეგულირებელი მოვლენა ნებისმიერი დარეგულირებული სკოლა და ყველა სკოლა დარეგულირებული შენი ბავშვისთვის ტრამვაა ანუ რაღაცა შტამპია რომელსაც ადებენ საშინელება ხდება სკოლაში აი სულ ეს მაგალითი მომყავს ხოლმე ნების წერას როცა თუნდაც აი ნებაზე რო ამბობ ხოლმე ხო აი ჩემთვის ეს ნება ძვირფასია რა ბავშვობიდანვე წარმოვიდგინე ყველა საოცარი მომენტი არის სკოლაში როდესაც შენ ზიხარ და ეს რა ქვია დაუშვათ არ ვიცი ისტორიის მასწავლებელს უსმენ რომელიც გიყვება დიდგორის ბრძოლაზე და რა მაგრა ქნა დავით აღაშენებაში აქედან ესენი წამოვიდნენ და ესე აღარ რაღაცა და აი შენ გონებაში გახსნილია ეს ნახატი დიდგორის ველი და აი გულით ნუ ხორი ვიღაც ბავშვი ისტორია მოწონს რა და აი ძალიან მაგრა ხარ ამ ამბავში და ეს შენი ისტორიის მასწავლებელიც ძალიან მაგარია და ძალიან ხატონად გიყვება ჩართული ხარ აი თელი სული და გულით იქ ხარ და უცებ ვიღაც დურაკი ქვემოთ
აწוება ზარს და იძახის. მორჩა ისტორიის გაკვეთილი, გადადი ქიმიაზე. ხო, მე არ მაინტერესებს ქიმია. მე როგორ დამთავრდა ის ამბავი? შენ რა გაინტერესებს? სკოლაში არ აინტერესებთ და შენ ყოველდღე შენ შვილს უშვებ სადღაც, სადაც 0 პატივისცემა აქვს შენი შვილის. შენი შვილის აზრი საერთოდ არ აინტერესებს, მთელი სისტემა მაგაზეა აწყობილი, რომ იქ ერთადერთი გაკვეთილი, რომელსაც ბავშვი სწავლობს, არის ის, რომ შენი აზრი არავის არ აინტერესებს, მოიქცევი ისე, როგორც წესრიგი გეუბნება. აი აქ უშვებ ყოველდღე, მაგრამ საშინელება ის არის, რომ უთხრა დავუშვათ ვიღაცა ახლობელს, რომ უთხრა, რომ ნუ უშვებ, ვერც მაგას ვერ ეტყვი, იმიტომ რომ კანონი გძალავს თურმე, რომ შენ არ შეგიძლია შვილი სკოლაში არ გაუშვო, ვალდებული ხარ რომ გაუშვო, თუ არა წაგართმევენ მე. რაღაცა აბსურდი არის რა, მაგრამ ახლა რავი, თან ამას ვამბობ და თან ხა ხვდები, რომ იქ ვიღაცა შეიძლება არ ვიცი როგორი მაყურებელი გეყოლებათ, რა ასაკის თქვენ. ალბათ უფრო მშობლები რა, ვიდრე ბავშვები, ხო და ის მშობლებისთვის კიდე მოისმინონ, მაგრამ ბავშვმა რომ მოისმინოს, შეიძლება პროტესტი გაუჩნდეს უფრო მეტად კიდე. TikTok-ზე არ დადოთ რა, თორე შოლოს ეთქვა, სად ვიშვებ დედა, სად ვიშვებ, მაგრამ სიმართლე არის, მაგრამ არ არის. ბავშვი ხვდება ისედაც, ანუ ბევრი არის, ვისაც ანუ ვის უყვარს ეს თქვა სკოლაში წასვლა, ერთ-ერთი ალბათ კლასელების ანახავად ალბათ. მაგრამ ნახე, ერთადერთი მიზეზი რატომაც სკოლა კაია, იმიტომ რომ სოციალიზაციის სივრცე არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ყოფილიყო სკოლაში წასვლის ვალდებულება. სოციალიზაციის სივრცეს მოუძებნიდით ეზოში, სადმე ბაღში, სადმე არა უშავს. სოციალიზაციის სივრცეს მოუძებნიდით. მათ შორის რაღაცა ჯგუფებში, მოკლედ თავისუფალ რეჟიმში. ანუ იქნებოდა იდეალური, შენს ანუ იდეალური მისმინე არ რა თქმა დაფიქრდი, წარმოიდგინე ყველა ადამიანი, ესე ამის გამო არ დაუყულვართ, აგერ მეც დავამთავრე სკოლა, ეხა ეგეთ ტრაგედიასაც არ ავღწერ, თუმცა არ ავღწერ ტრაგედიას, იცი რატო? იმიტომ რომ მერე შენ გჭირდება ამ სკოლისგან განთავისუფლება და მე არ მგონია ჩემს გარშემო რომ ვიყურები, მე არ მგონია რომ 99% რამისგან განთავისუფლდა, ჩარჩა იქ. სად ჩარჩა? ნახე, სკოლაში ვიღაცა მასწავლებლების მიერ მოგონილი წესრიგისადმი მორჩილებაში. და შენი შვილიც მანდ ჩარჩება. სიმართლე ეს არის. ამის გამო ბედნიერი არ იქნება, რა, ბედნიერი ხალხის მეტი რა დადის, ხო? ანუ მიუხედავად იმისა, რომ მაქედან არ გამოფხიზლებულან. მაგრამ აი მე ძალიან დავფიქრდებოდი ამ მოვლენაზე ზოგადად, როგორც საზოგადოება. ეხა ერთი ადამიანი აქ ვერაფერს ვერ გახდება და ვიღაცა მშობელმა მოისმინა და მე ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ, ეგრე არ გამოვა. მაშინ შენი შვილი დაიჩაგრება, თუნდაც იმ სოციალიზაციას მოწყდება და კლასელები არ ეყოლება და მეგობრები არ ეყოლება. მაგრამ როგორღაც გაადარჩე რა, ანუ ეს რაღაც შენი თავისუფალი ნება შეინარჩუნა, რაც ძალიან ხო, მაგრამ თელი სკოლის ამოცანა არის, რომ შენი თავისუფალი ნება ჩაახშო. ხო, ბრძოლა გამოდის. მაგრამ წარმოიდგინე შენ შვილს უშვებს სადღაც, სადაც ეჩალიჩებიან იმაზე, რომ თავისუფალი ნება მისი მკვდარია. ეგრეა კი. ხო და იმასაც ვერ იზამ რომ არ გაუშვა. მაგრამ იმასაც ვერ იზამ რომ არ გაუშვა. სანამ არ მოხდება ამ აქ სისტემა ან რაღაც კიდე ახალი არ. ხო, სისტემა სანამ არ შეიცვლება. მოკლედ სკოლაზე რომ იმიშვა, ჩემზე რო იყოს მე არ გაუშვებდი რა იტოქში რა, მაგრამ არ არის შენზე თან. ეგეც საშინელება არის, ანუ შენ რომ გაიაზრო ეს და თქვა რომ არ მინდა მე ჩემი შვილი, მან წავიდეს ვერც გავუშვა, საწავედით სკოლის კრიტიკაში წავედით, მაგრამ მინიმუმ ტექნოლოგიაზე და რაღაცაზე ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ აბა კარგად დავფიქრდეთ, რამდენი სკოლის, რამდენი პროცენტი მასწავლებლების იქნებიან იმდენად გონება გახსნილები, თუნდაც რაც ეხლა ხელოვნურ ინტელექტზე რაც ვილაპარაკეთ, რომ მიეცი რა, ბავშვს აზროვნება ასწავლე, ლოგიკა ასწავლე, მსჯელობა ასწავლე, ეგენი ასწავლე, ამაზე
აუ თუ მაგაზე რამდენი ფიქრობს და შენ ამათ ხელში უშვებ რა. ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მასწავლებლები არ არიან, ანუ განა კარგი ცოდნა არ აქვს. მე დარწმუნებული იმათ ბავშვებიც უყვართ. თვითონ ადამიანურ თვისებებზე მასწავლებებისაზე არ ვლაპარაკობ, მე ძალიან ბევრს ვიცნობ და ჩემი აზრით საერთოდ ძალიან კეთილშობილი პროფესიაა და ნუ დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მასწავლებლებისა ძალიან საყვარელი ადამიანები არიან საბოლოო ჯამში. აი მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას ეთქვან, რომ ეს კაცრი მასწავლებელია და ეს უხეშია და რაღაცა, ის გულისიღმეში სახში რომ მიდის იმ მასწავლებელმა იცის, რომ ბავშვებისთვის იღწვის. არ არის მარტივი. არ არის მარტივი, ამათი ატანა კიდე, ხო რა და ანუ პრაქტიკულად ჭყალებში სადღაც შეგვიძლია თქვა განსაკუთრებით სკოლის მასწავლებლებზე, რომ გარკვეულწილად რაღაც გმირულ აქტში არიან რა. ეხლა ეს არ ცვლის, ანუ მათი კარგი ადამიანობა არ ცვლის იმას, რომ ისინი იმ სისტემის ნაწილი არიან, რომელიც ნოლ წახალისებას აკეთებს ბავშვში ნების, ნოლ წახალისებას აკეთებს აზროვნების, ხო? ნოლ წახალისებას აკეთებს ყველაფერი იმ ძვირფასის, რასაც ადამიანობა ქვია. არა, ნოლს არ აკეთებს, მაგრამ უბრალოდ ნახე სწორად რო ვთქვა. მასწავლებლები ინდივიდუალურად შეიძლება ცდილობენ წაახალისონ ეს, მაგრამ სისტემა, რომელშიც ისინი ამ ქმედებით არიან დაკავებული, ახშობს. და ნუ მართლა გმირი მასწავლებელი არის, ვინც აი ამ სისტემის შიგნით მაინც ახერხებს, რომ ადგეს და ბავშვს თუნდაც ეს უთხრას. რომ ბოდიში, ჩემო მოსწავლებო, ეხლა ვიღაცა დურაკის სადღაც განსაზღვრული წესრიგის მიხედვით ზარი უნდა დაირეკოს და შენ მორჩე ამის სწავლას და ეხლა გაწყდება ეს და შენ შემდეგ გაკვეთილი მოგწონს თუ არ მოგწონს, იქ მოგიწევს ყოფნა. აი ბოდიში რომ ეს ესეა. და მასწავლებელი რომელიც შედის მე გაკვეთილზე და ეტყვის ბავშვებო, რა ვიცი, ბავშვებო, ვიცი რომ ყველას ქიმია არ გიყვართ. მე ნუ ქიმია ავიღე ჩემზე რა. ბავშვო, ვიცი რომ ყველას ქიმია არ გიყვართ და ნუ ვიცი, უბრალოდ სისტემა ითხოვს რომ უნდა გასწავლოთ. და წუხვა რომ ძალით მიწევს რომ გასწავლოთ. ვიცი რომ ეხლა შენ გირჩევნია ისტორიის გაკვეთილზე იყო, მაგრამ აპატიებ, მოდი რა ესე არის საჭირო რა. არ ვიცი ეხლა დებილობ, მაგრამ არა, ძალიან კარგად ხვდები, იმიტომ რომ ქიმიაზეც ერთადერთი რითაც მეც ზღებოდა, მაგრამ შევიყვარე ეგ საგანი და გავიგე რა ხდებოდა არის ან დედაჩემის დამსახურება, იმიტომ რომ მიხსნინა ძალიან სახალისოდ. როგორც აი ზღაპარს ქმნიდა ამ ქიმიური ელემენტებისგან და ეს ელემენტები მეგობრობენ არა და მე გავიგე და მე მევხსნიდი ჩემ კლასს და მე ყველამ გაიგო და ანუ აი ზუსტად რაღაც ამ მეთოდს ვცდილობთ რომ რაღაც ექსპერიმენტივით ჯერ ამ ეტაპზე რომ ყველაფერი შეიძლება იყოს storytelling-ი, თუნდაც ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა და ამ ყველაფერში არის უბრალოდ რაღაც მშრალი ფორმულები, არის ამბავი და ის რაღაცა რეალობასთან კავშირი აქვს და არა უბრალოდ რაღაც წიგნში წერია და უნდა დაიზებირო. და აი მეთოდი მოგონებია დედაში. კი, აი ხალისი და არ არის ქიმიკოსი. უბრალოდ იცოდა კარგად. ხო, აი რაღაც პრო ბავშვის ენაზე ახსნა გამოსდიოდა და ხო, აი ეგეც ინსპირაცია, რასაც ვაკეთებთ ახლა, რომ აი storytelling-თან მეც ხელოვანი ვარ, კინორეჟისორი ვარ. და storytelling-ი ასე თქვა ძალიან სცენარის წერას. შემდეგ ჩემ ეს იმიტომ არის მიმზიდველი თქვა მულტფილმები და თამაშები უფრო მეტად ბავშვებისთვის, რომ იქ არის რაღაც ამბის მოყოლა და ადამიანები ვართ შეშოულები, რომ ამბავი საინტერესოა. ჩვენ ცხოვრება თვითონ ამბავია რა. ერთ-ერთი მოვლენა ამბავია რა. მეთოდი არასდროს აი ძალიან ბევრ საგანში ისტორიაშიც კი თითქოს არ არის გამოყენებული ისტორია თვითონ. არ და თვითონ ამბავია ხო. მაგრამ აი რაღაცა წლების ხო დაიმახსოვრე ამ წელს რა მოხდა, იმ წელს რა მოხდა, აქამდეა დაყვანილი ხო. აი ჩემი თეორიაა რომ ეს storytelling-ი რომ მოარგო ასე თუ ისე სახალისო ან საინტერესო ამბავი შექმნა თუნდაც გეომეტრიაზე, ფიზიკაზე ეს შემდეგ შეიძლება ბევრად უფრო საინტერესო იყოს ბავშვებისთვის, ჩავატარეთ ასე თქვათ რამდენიმე. ხო, მე ხო აკეთებ და მე ფიზიკა ესეთი წიგნი. ხო, ასეთი ფიზიკაზე რო იყოს, წარმოიდგინე. ძალიან კაი იქნება. თან თამაშიც იმიტომ რომ თამაში იმითია მიმზიდველი რომ შენ გაგავლენა იმ სამყაროზე, რაღაცა სიზამ, რაღაც მოხდება და
მე მგონია რომ ისე ცალკე რო განვიხილოთ, ისე რა ქვია, ერთი ძალიან ცდარი წარმოდგენა, რაც შობლებს კლასიკურად აქვთ კომპიუტერულ თამაშებზე. ნუ ეხლა ყველა კომპიუტერულ თამაშზე ვერ იტყვი ამას, მაგრამ კომპიუტერულ თამაშებში საკმაოდ კარგი ღრმა ლიტერატურის მასშტაბის მოვლენები არსებობს. არის თამაშები, რომელსაც რო ითამაშებ, ჩათვალე რომ იგივეა რომ ომი და მშვიდობა წაგეკითხა რა სიტყვაზე რა, ავხელა. იული თამაშები, სადაც ეს არმიის შეკრას, იმდენ რამეს. ეგენიც ხო კიდე სტრატეგიული თამაშები იმ სტრატეგიის განვითარებას, მაგრამ მე გეუბნები ეს სათავგადასავლო პრაქტიკულად კინოები რომელიც არის, სადაც ცოტა ხმალაობ რაღაცა, მაგრამ იქ რაღაცა ამბავი ხდება და იქ თელია, მოთხრობებია რა. პრაქტიკულად იმასაც ხო რეჟისორები ყავთ, სცენარისტები ყავთ, წერლები ყავთ, ეს არიცნობენ უბრალოდ, ბევრი არიცნობენ. მეც ახლა რაღაც უბრალოდ მეგობარი მყავს, რომელიც მიყვება ხოლმე სხვადასხვა თამაშებს. დროს მოითხოვს კი ეგეთი დიდი თამაშები, რომ იცხოვრო ცოტა. ისევე როგორც წიგნის წაკითხვა დროს მოითხოვს. ისევე როგორც წიგნის წაკითხვა მოითხოვს დროს და არის ხოლმე რომ რაც თამაში გამოვა ხო და დავუშვათ ის ბავშვი შეიძლება რაც 3 დღე თამაშობს, გაუჩერებული და დაამთავრებს. და შენი ძახი აი კომპიუტერს ვერ მოწყდი რა. ხო და იგივე რომ წიგნს ვერ მოწყდა. იქ კნოპკების დაჭერაზე არ არის. თამაშებს რომელსაც ის ვერ ეს ყველაფერზე არ ვიტყვი, რა თქმა უნდა, არის რა რაღაც თამაშები, რომელიც თავისთავად უაზრობა არის და უბრალოდ მექანიკურ რაღაცას აკეთებ რა. ხოცავ ერთმანეთს ან მაგრამ არის თამაშები ძირითადად რომელსაც ჩაგითრევს და 3 დღე გათამაშებს, იქ ჩათვალე მოთხრობას კითხულობ და ისევ და ისევ წავახალისებდი მე მშობელი თუ ვიქნებოდი, რომელსაც აწუხებს რომ კომპიუტერს თამაშობს, კომპიუტერს კი არ წავართმევდი, არამედ წავიდოდი, შევისწავლიდი, რომელი თამაშები ატარებს თავის თავში ღირებულებას, იმ თამაშებს უყიდდი და იმასთან ერთად ვითამაშებდი, ჯერ მეც გავერთობოდი. იმასაც მოეწონებოდა რა კარგი მშობლები მყავსო და კარგ თამაშებს, კარგ წიგნებს როგორც წავაკითხებდი, იგივენაირად კარგი თამაშებიც არის, რომელსაც წავაკითხებდი რა. მამებს მოწონთ განსაკუთრებით შვილთან ერთად ვითამაშებ. ხშირად გაგვიგია რაც ამას ვაჩვენებთ, იმიტომ რომ თან მით უმეტეს უკვე მილენიალები, ჯენზიც უკვე მშობლები არიან და მათ უკვე ესმით, აი თითქოს მილენიალები რო პატარები იყვნენ, მაშინ აი ეს ახალი იყო ეს კომპიუტერული თამაშები და თითქოს წინათაობას უფრო არ ესმოდა და ეხლა უფრო კარგი საშუალებაა რომ აი ოჯახმა ერთად ითამაშოს და ჩემი აზრით უნდა აყვნენ ახალ თაობას, იმიტომ რომ რახან კომპიუტერში არიან, იმას არ ნიშნავს რომ რაიმეთი ნაკლებ განათლებულები ან ნაკლებ ცნობის მოყარეები არიან, იმიტომ რომ რაღაც დონეზე პირიქით, ანუ ჩვენ გვქონდა ასევე კონკურსი, სადაც ასე 7-დან 10 წლამდე ბავშვებს ვთხოვეთ რომ თუ წერთ მოთხრობას ზღაპარს შემოიტანეთ და მე ამის ეკრანიზაციას ამ ფორმატში გავაკეთებთ და ისეთი სასწაული მოთხრობები იყო 8-9 წლის ბავშვების დაწერილი, რომ ანუ აი გამოშვედით. ალბათ რა შეცდომას უშვებს ერთი თაობა, დიდი თაობა პატარა თაობის წინაშე, რომ ჩვენ რა გგონია, რომ ცნობის მოყარეობა ბავშვში არ ხალისდება წიგნების წაკითხვით. ანუ გგონია, რომ იცი რა 50 წიგნს თუ წავაკითხებ ზაფხულის განმავლობაში ჩემს შვილს, მაშინ ჩემს შვილში რაღაცა აზროვნება გაიღვიძებს. მაშინ როდესაც პროცესი აბსოლუტურად პირიქით არის, არაფერ შუაში არ არის წიგნის წაკითხვა, არამედ არის შენსა და მას შორის პირდაპირ ურთიერთობა, როცა შენ ხარ აღზრდელი, ეგ პასუხისგებლობა უნდა გაიაზრო, რომ შენ ხარ ის, ვინც ბავშვში შეგიძლია ცნობის მოყარეობა გააღვიდო, წიგნს კი არა. უკვე ცნობის მოყარეობა თავარი ენერგია, ანუ რო დაფიქრდე რა, ანუ კაცობრიობის თავარი მამოძრავებელი ძალა არის ცნობის მოყარეობა. ცნობის მოყარეობა ხანდახან ამიღია და ესე ანტონიმებად რო წარმოიდგინო რა, ანუ რო დაფიქრდე სიტყვა შიშს ანტონიმი არა აქვს ეგრე იბნევი, ანუ აი შიშის ანტონიმი არის ცნობის მოყარეობა.
იმიტომ რომ ნუ რაღაც გაგებით, აი დაფიქრდი, იმიტომ რომ აი მე შინია იქ მისვლა, იმიტომ რომ ბნელა რა. ან აი ეს არის ჩემი სოფელი, რომ იმის იქეთ არ ვიცი რა არის და ეს რომ არ ვიცი მაშინებს. მაგრამ რომ არ ვიცი ამავდროულად მაინტერესებს. თუ რამე იქ შემიყვანს, რაც არ ვიცი არის იმაში, რაც საშიშიში, თუ რამე შემიყვანს, ანუ თუ შიშის საწინააღმდეგო სიტყვა გამბედაობა კი არ არის. გამბედაობა რეზულტატია ცნობის მოყვარეობის. მე გამბედაობას მოვიხვეჭ, რომ ჩემი ცნობის მოყვარეობისამებრ იმ სიბნელეში შევიდე. გამბედაობა უბრალოდ როგორც ინსტრუმენტია, რომელიც მჭირდება, რომ რაღაც აქტი განვახორციელო. მაგრამ თვითონ ცნობის მოყვარეობა არის მიზეზი, რატომაც საერთოდ ამ გამბედაობას გამომუშავება დამჭირდება. და რა ცნობის მოყვარეობა ადამიანის ბუნებაა. მე უბრალოდ მოკლედ ეს ცდარი აზრი რა, რომ თითქოს კიდე თუ არა წიგნებს თუ წაიკითხავს, ბავშვი გაღვივდება პირველივე დღიდან ცნობის მოყვარეა, თვალები რო დაჭყიტა და რო იყურება იმ დაჭყეტილი თვალებიდან, უკვე აინტერესებს ეს რა ლაქები მოძრაობენ. ცოტა ხანში ეს დედა, ეს მამა დაუძახებს რა, მაგრამ რა ხდება ვაფშე ამ კითხვიდან იწყებს. ისედაც ამ კითხვიდან იწყებს და რავი დღეს ვინმე თუ მორჩა და პასუხი აქვს რომ რა ხდება? ვიცი რა ხდება. არა, ადამიანის არსი არის ერთადერთი ხოჭოსგან ამითი განსხვავებით. და აი ეს მოკლედ არც ტექნოლოგია, არც თამაში, არც არაფერი, ესენი ყველაფერი არის საშუალებები. და აქ არის სულ სხვა რამე, რაც არ ვითარდება არც ტექნოლოგიით, არც ChatGPT-ით, არც წიგნით, არც ქიმიით და არც ფიზიკით. ეს არის ცნობის მოყვარეობა, მე ამ ცნობის მოყვარეობას კიდევ ერთი რამ მჭირდება. შეიძლება ეგრევე ვიღაცას ეგონოს, ხო, მაგრამ მაგას ხო წიგნი აზროვნება. მაგას ხო წიგნი ავითარებს, არ ავითარებს. აზროვნება არის მსჯელობის უნარი. ნუ აი ნახე, აქედან ეს გამომდინარეობს და აქედან ეს გამომდინარეობს. ეს შენ შეგიძლია ბავშვს ასწავლო ცხოვრებისეულ იმაში და ანახო როგორ გამომდინარეობს რაღაცეებიდან, როგორ იკვრება ლოგიკური ესენი ასე მომართული და ასეთი ცნობის მოყვარეობით მომართული ბავშვი მე უკვე რომ აიღებს სამი გოჭის ისტორიას, ამბავს, რომელიც შეგნით ხდება, იქ ამოხსნის რაღაც უამრავ ისიც დაარიქნება ეს ასეა და ამ ავტორმა ეს იგულისხმება. და ამან ეს იგულისხმება შო, მაგრამ თუ ეს უნარები შენ თუ გგონია რომ იმიტომ რომ სამი გოჭის წაიკითხავს, პატარა რო იქნება და მე ტომ სოიერს სიტყვაზე რა, შენ თუ გგონია რომ მაგის გამო გახდება ჭკვიანი, მაგრად ცდები, ჭკვიანი რომ გახდება იმ სიჭკვიანით რომ წაიკითხავს წიგნებს, მე მაგითი შეძლებს რომ რაღაცნაირად სარგებელი მოიტანოს. განათლება არის აზროვნების ინსტრუქციას, თქვა როგორ ვიაზროვნოთ ან არა, ხო და პირიქით ვამბობ, არა უყურე, ნახე, განათლება არ არის აზროვნების ინსტრუქცია. აი ეგ არის შეცდომა, ზუსტად პირიქით ვამბობ, ნახე. აზროვნება არის რაღაცა რომლითაც აღჭურვილი არსება მიღებულ განათლებას სწორად გაიგებს. თვითონ განათლება, აი ცალკე აღებული, აი ბევრი წაკითხული წიგნი, პირიქით, ესე იგი, რო წარმოვიდგინე, შეუმზადებელი, არასწორად ჩამოყალიბებული გონებისთვის, ეს ერუდიცია ხდება სიამაყე, რომ მე ის წამიკითხავს, ეს წამიკითხავს და ნოლი საჭიროება, რომ ფეხებზე არ მკიდია ვინები წამიკითხავს, ჩემი ტვინი რითი არის ნაკლები იმისაზე, ვინც ის დაწერა, რაც მე წამიკითხავს. აი ამ ღირებულებას აკნინებს ეგრევე განათლების ფეტიში. განათლების ფეტიში პრაქტიკულად ერთადერთი მესიჯია ბავშვის ტვინში. რომ შენი აზროვნება არ არის მნიშვნელოვანი,
ის იყვნენ ვიღაც ბუმბერაზი მოაზროვნეები და შენ ეგ ბუმბერაზი არ ხარ შვილო. აი ეს არის მესიჯი. და ვერც იქნები. ამიტომ წაიკითხე. მე არ ვიძახი რომ არ წაიკითხო. მე გეუბნები რომ მაინც ერთი წამით ჯერ გაიაზრე რომ შენ თვითონ ხარ ბუმბერაზი. აი შენ როგორც ბუმბერაზმა წაიკითხე სხვა ბუმბერაზის მოსაზრება მაგარია დროს არ დაკარგავ და ვიღაცას რაღაცაზე რო აქ ნაფიქრალი იმაზე შენ აღარ დაგიკარგება დრო. ფასების დაკნინება, ანუ თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო და ვერ ხვდები რომ ჭკვიანი ხარ, იმიტომ რომ აი შენზე ჭკვიანებმა უკვე დაწერეს და შენ რაღა ანუ ეგეც არის ხოლმე სკოლის შედეგი, რომ აი შენ რა ხარ, ჯერ არაფერი არ ხარ, ვერც არ გაქვს უფლება რომ გამოხატო შენი ასე ვთქვათ აზრი, იმიტომ რომ უკვე არსებობს ეს აზრი და მე ხდება ის რომ მე აღარ გამოიყენებ ამ თვისებებს და რა გაგაბედინებს აზროვნებას თუ კი იმან თქვა თუ კი ანუ ნების ჩაკეტვა ხდება თითქოს მაგით რომ ანუ ჩემი აზრი თუ არ არის მნიშვნელოვანი და ვერც იქნება მნიშვნელოვანი, მოდი აღარც გამოვხატავ და შემდეგ ეს ნიჭია თუ აზროვნება შეება. იცი რა, აი რაღაცნაირად ესე გეტყვი რა. ნების წერაში, თვითონ ნების წერის ფილოსოფიაში თუ თეორემაში ერთ-ერთი ნების წერა როგორ რაღაცას ამბობს, იცი? მოკლედ რაც შენ გონებას რამე თუ მოეწონება იმისკენ წავა. დაახლოებით ეგეთ რაღაცა ორი სიტყვით რომ ყველაზე ეს ძირი ადგილი რო აგიხსნა რა, რაც ამ თემასთან კავშირში იქნება და ნების წერა ეგეთ რამეს გეუბნება რომ შენ მონდომება არის მთავარი ენერგია რომელიც გვამოძრავებს წინ. აი დავუშვათ ჩვენ ახლა თუ მარსზე აღმოჩნდებით და იქ კოლონიას გავაკეთებთ, იმიტომ კი არ აღმოჩნდებით რომ საწვავი გვაქვს და რაკეტა. საწვავი და რაკეტა, იმიტომ გვაქვს რომ გვინდა რომ ეს ვქნათ. ანუ თუ მონდომება არის ადამიანში, რაღაც ადამიანს თუ უნდა იმისკენ მიდის. ეხლა უყურე, ამ მონდომებას აქვს ორი სხვადასხვა წყარო. ერთი მონდომების ერთი წყარო არის წყურვილი და დეფიციტი. ანუ აი პირდაპირ გაგებით, აი სხეულში ჰიდრაცია მაკლია და წყურია, ანუ მჭირდება წყალი და უნდა დავლიო წყალი. დავლიო. ჰიდრაცია მაკლია, დავლიო წყალი. მაგრამ ესევე შეიძლება რა ყურადღება მაკლია, სითბო მაკლია, ან აღიარება მაკლია, ან ფული მაკლია, კრედიტი მაგა დასახდელი და ამიტომ მინდა რომ მოკლედ ერთი წყარო რაც ჩემს მონდომებას ამოძრავებს არის იმიტომ რომ რაღაც მაკლია და მჭირდება. ხო, დისკომფორტისგან განთავისუფლების მოტივი არის რატომაც მინდება. და მეორე ოღონდ მესამე არ არის. ეს მნიშვნელოვანია. მეორე წყარო არის მოწონება. აი დააკვირდი. რაღაც ან იმიტომ მინდა რომ მაკლია, ან იმიტომ მინდა რომ მომწონს. ხო და აქ უცნაური სიტუაცია წარმოიქმნება რა. ეხლა თუ გულახდილად ის მშობლები რომლებიც გვიყურებენ, თუნდაც ან ვინც გვიყურებს, კარგად გულახდილად თუ დაფიქრდება, არ ჭირდება შოლივით, თქვენც ახალგაზრდები ხართ შედარებით, ხო? ალბათ იმ თაობასთან შედარებით, ვისაც ცოტათი ვაკრიტიკებთ ჩემ თაობას. მოკლედ, მშობლები რომელსაც მოუწოდებთ უფროს თაობას, რომელსაც მოუწოდებთ დაფიქრდნენ არის რამდენი თავიანთი ცხოვრების რამდენი ნაბიჯი გადადგეს იმ მონდომებისკენ, რომელიც წამოსული იყო წყურვილიდან და რამდენი გადადგეს იმ მონდომებისკენ, რომელიც წამოსული იყო მოწონებიდან. და დაინახავენ, რომ ძირითადად უნდათ ის რაც აკლიათ და თავის თავს უფლებას არ აძლევენ, რომ უნდოდეთ ის რაც მოწონთ. და მთელი ტრაგედია ალბათ რეალობის ეს არის, რომ ცხოვრობს ადამიანი და კვდება, სადაც უდიდესი ნაწილი იცხოვრა საჭიროებიდან, დანაკლისიდან, წყურვილიდან და დეფიციტიდან გამომდინარე და არა მოწონებიდან გამომდინარე რა.
ეს რატო ხდება? ეს ხდება ბავშვობიდანვე. იმიტომ რომ წეღან თუნდაც რაც მაგალითი ხო, სკოლაში ვინ გეკითხება რა მოგეწონებოდა. უფრო სასტიკი რაღაცა, გულახდილად. ეხლა ეგონ საკუთარი თავების მოტყუება არ დაიწყოთ. ყველა მაყურებელმა შეუძლია თავის თავს კითხოს. ბოლოს მას ვინ კითხა და როდის კითხეს გულახდილად მას რა მოეწონებოდა. მოკლედ ეს კითხვა შენ რა მოგეწონებოდა? ოღონდ ეგრე კი არა, დაბადების დღე გაგდა საჩუქარი უნდა გიყიდო და მეზარება ვიფიქრო რა გიყიდო და გკითხავ ბარემ შენ რა გინდა. მაგას კი არ ვიზახი. გულახდილად როდესაც უბრალოდ ცნობის მოყვარეობა მაქვს იმისადმი რომ შენ რა მოგეწონებოდა. ხო და არავის არ უკითხია. ანუ არავინ ერთმანეთს არ ეკითხება შენ რა მოგეწონებოდა. ბავშვობიდან და ნებისწერა ამბობს რომ შენი ნება საზრდოობს მოწონებიდან. დეფიციტი შენი ნება არ არის, იმიტომ რომ რავი, სხვა გზა არც ამაქვს, წყალი უნდა დავლიო. შენი ნება მარტო არის მაშინ, როდესაც მოწონება არის. და რავი, ეხლავე შედი ბავშვი და კითხე რა მოგეწონებოდა. იმიტომ რომ არ გიკითხე, ოღონდ გულახდილად, იცი რა, ესე კი არ ამას წინა და სასაცილო ისტორია იყო რა, მანქანით ისენი რა ჯიხურება, ლისთან ჯიხური არის წყალი და კოლა და რაღაც ეგეთები რო იყიდება. მანქანით გააჩერა, მეც გავაჩერე, მანქანით გააჩერა. მამა იყო 2 თუ 3 ბავშვი ეჯდა. და აბა ბავშვებო, რა გინდათ ეხლა, რა ვიყიდოთ? იღაცა, ფანტა მინდა, კოკა-კოლა ვიღაცამ თქვა, ვიღაცა. რა გინდათ შეიძლება ფანტა, ეგ საწამლავია, საშინელება არის, მოდი რამე კარგი ვიყიდოთ. წყალი ხო, აბაში შოკოლადი, არა შოკოლადი შაქარია. აბა რა ვიყიდოთ? წყალი. მე ამ ბავშვებმა უთხრეს, ხო, კაი წყალი, მაგრამ ის პატარა ბოთლში რო არის. პატარა ეგ რა გინდათ შეიძლება? რაღაც ეკითხები ბიჭო. რა გინდა ამ ბავშვებისგან? შენ რაც გინდა იმას. კაი, შენ რაც გინდა რომ მაგას მისცემ, ეგეც ხო ეგრე არის, მაგრამ შენ რაღაცო კითხე, რა გინდათ? თუ კი იმათმა გითხრეს ფანტა მინდაო და შენ არ აპირებ ეს რაც კითხე. იმიტომ რომ რა ხდება, იცი? კითხვით კი ვეკითხებით, მაგრამ არ გვაინტერესებს. ეს მე არ ვიცახი რომ მექანიკურად არ წადი ეხლა და გულახდილად დაინტერესდი, შენ როგორც უსდასრულმა შენ შვილზეც, შენს მეუღლეზეც, შენს მეგობარზეც გააღვივე აბა შენში ნაღდი ცნობის მოყვარეობა, რა მოეწონებოდა, რა მოწონს იმ მეორე ადამიანს. ოღონდ მართლა, მართლა რა მოწონს კი არა, მართლა დაინტერესდი. ნახავ როგორ გაგიჭირდება. ყალბად შეასრულებ ამ დავალებას. კითხავ, მე რა მოგეწონებოდა შვილო? მაგრამ ეგ ყალბი იქნება. ისე რომ შენით რომ რაღაც გაინტერესებს, სრული ცნობის მოყვარეობით რო ხარ ჩაფლული ხოლმე რაღაცაში. აბა ეგრე ჩაიფლე თავი, ხო? ჩაიფლე თავი სხვის მოწონებაში. ხო და ნებისწერა გეუბნება ეგეთ რაღაცას, რაც მოგწონს, ის შენში იმხელა ენერგიას ბადებს, რომ მე შენი ცხოვრება ისეთი ხდება, რაც მოგწონს. არაფერი ჯადოსნური ნებისწერის იდეაში და ზებუნებრივი არ არის. ბევრს რაღაცნაირად გონია, რომ ეს რაღაც მანტრები და მანიფესტაციების იდეა აბსოლუტურად სხვანაირი აზრი არის ნებისწერა. გასწავლის, ეხლა ერთი კონკრეტული კუთხით რო თქვა, გასწავლის, რომ შენში გააღვიო უნარი, რომ შენ თავს უფლება მისცე, იფიქრო იმაზე რა მოგეწონებოდა და როგორი მოგეწონებოდა, რომ ცხოვრება იყოს. და არა როგორი ეხლანდელი სიტუაციიდან ოღონდაც ამ სიტუაცია მორჩეს და ეს პრობლემა მომიგვარდეს და თუ ავად ვარ, ოღონდ ავად აღარ ვიყო, თუ ფინანსურად ცუდად ვარ, ოღონდ ფინანსურად ცუდად, თუ ის პრობლემა მაქვს, ოღონდ ეს პრობლემა არ კონდეს. ამის ნაცვლად აბსოლუტურად გონება დახუთვალები დახუჭო და შეძლო გამოიგონო. როგორც ეს რომ დაწერა ბავშვებმა, რომელსაც 8 წლის ბავშვებმა, რომელსაც რაღაც მოთხრობები დაგიწერეს, ეგ რა უნარიც იყო, ფანტაზიის უნარი, რომელიც ჩვენში არის, ის გამოიყენო, რომ თქვა, როგორი გინდა, რომ შენი ცხოვრება იყოს. ეს არის ნებისწერა. ამას კლავს მთელი მექანიზმი, მთელი შეკუმშული, დაჭიმული თაობა, რომელსაც მიაჩნია, რომ თვითონ როგორც მიაჩნია და თავის თვითონ როცა გაიზარდა, როგორც სწორი იყო, ისე რომ მიაჩნია, დღეს ChatGPT არ იხმაროა მასწავლებელი რო ეჩხუბება.
ამას კლავს დღევანდელი აზროვნება რა, მოკლედ დიდი თაობის პატარასთან. თვითონაც არასდროს არავინ არ კითხეს. გადადის ასე და თაობიდან. თვითონაც არავის არ ეკითხება. აი მოკლედ ეგ არის რა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო. და წარმატებები ყველაფერში. თქვენ დიდ წარმატებებს გისურვებთ, როგორც სტარტაპერი, ანუ ადამიანები, რომლებიც საქმეს ქმნით, მოკლედ შემქმნელი ადამიანები ყოველთვის აღმაფრთოვანებენ მართლა და ხო, საინტერესოდაც მოხდა ჩვენი ასე შეხვედრა უცებ. ალბათ ვერც წარმოიდგენთ აქედან, ნახე ელემენტარულ რაღაცას გეტყვი. მე ხე ჩემს გონებაში ვეკითხებით ჩემთვის. მე ხომ მომეწონებოდა ეს ადამიანები წარმატებულები რო იყვნენ. და ჩემი პასუხი არის მომეწონებოდა. და ნახე, მე მომეწონებოდა თქვენი წარმატება არა იმიტომ რომ მჭირდება. მაგრამ გულახდილად მომეწონებოდა. ეხა თქვენ უნდა დაფიქრდეთ ესე, თქვენ რატომ მოგეწონებოდათ თქვენი წარმატება? იმიტომ რომ გჭირდებათ. თუ იმიტომ რომ ჩემსავით უბრალოდ მოგეწონებოდათ. და გადაერთოთ მაგ ენერგიაზე, რომ მოგეწონოთ ის შედეგი, რომელზედაც მიდიხართ და აუცილებლად გამოგივათ. მადლობა დიდი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.